შეფასებების თემა ეუთოს ექსპერტთა მისიის მუშაობის საკითხი. ოპოზიცია მისიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, იმავე აანონსებს უმრავლესობაც. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა და ეუთოს 23 ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით მისიას დაევალა მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება. ასევე მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ. ჯერჯერობით ჩვენ არ გქონია შეხვედრა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ვითანამშრომლოთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რასაც ქვია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და პრობლემები ამ მიმართულებით, რაც უკავშირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობას ამ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოსკოვის მექანიზმისთვის არის რა თქმა უნდა ადამიანის უფლებები. ის რაც გააკეთა და იკადრა ოცნებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს, როდესაც ძალადობდა ადამიანებზე, დემონსტრანტებზე და ამისთვის არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, დღემდე არათუ დასჯილი არ არის, არამედ საქმეც კი არ არის აღძრული არავის მიმართ და მეტიც ამ ძალადობის ორგანიზატორი ადამიანები ღირსების ორდენით დააჯილდოვა, რა თქმა უნდა ეს არის ოცნების პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ოცნება ვერ გაექცევა. სახელმწიფოს მხრიდან თუ კი ვინმე შეიძლებოდა რომ ეთანამშრომლად ჩართული ყოფილიყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ჩვენ სრულად თანამშრომლობთ, ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული სხვა უწყებით დამთავრებული თუ საქართველოს პარლამენტი, საზოგადოებაც ხედავს, რომ ჩვენ ყველანაირი ინფორმაციას ვაწვდით მაქსიმალურად თანამშრომლობთ კონკრეტული ფაქტების მიწოდებით თუ სხვა ტიპის იურიდიული თუ პოლიტიკური შეფასებებით, ჩვენ ეს ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ჩამოსულ ექსპერტს. და იმედი გვაქვს, მხოლოდ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ობიექტური დასკვნები იქნება გამოტანილი ამ მექანიზმის ფარგლებში. თუმცა ასევე ვხედავთ ჩვენ ზოგიერთი საზოგადოების ზოგიერთი წევრის განცხადებებსაც და პრინციპში აღიარებას, რომ ისინი პირდაპირ მიდიან დივერსიაზე, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმის ფარგლებში და იმის ფონზე რა განცხადებებიც გააკეთეს, რას ეუბნებიან, რას თავაზობენ, რა ინფორმაციას აწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებულ კამიტთან დაკავშირებით ყველაფერი არის საზოგადოების ცნობილი, მაინც ცდილობენ ამ ექსპერტის შეცდომაში შეყვანას. მაგრამ რაც აქ თავარი არის ის, რომ სახელმწიფო სრულად თანამშრომლობს, სახელმწიფო აწვდის ყველანაირ ინფორმაციას, ყველანაირ ფაქტს და დანარჩენი ვიმედოვნებთ მხოლოდ რომ სწორი დასკვნები იქნება გამოტანილი.